მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ, მოვიდით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და მოდით დღეს გავაკეთოთ გაშლა ერთ ვარიანტზე, ანუ ისეთი დეტალური გაშლა გავაკეთოთ ერთ ვარიანტზე და გაშლის თემას რა თქმა უნდა გვეტყვის თავად ტარო. სანამ გაშლას დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, გაშლა სხვადასხვა საკითხებზე დეტალური განხილვა, ასევე მაგიური ზემოქმედების დიაგნოსტიკა და რიტუალებთან დაკავშირებული საკითხები, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ ნომერზე WhatsApp-ში ან Viber-ზე 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში და მას ასე. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ რაზე გვექნება გაშლა და რა თქმა უნდა, ამოკვდის მამაკაცი, რომელიც რაღაცა სიშორეს, დისტანციას იჭერს თქვენგან. ამოკვდის მამაკაცი, მის გვერდზე ამოდის ასევე ქალბატონი. ძალიან უხეშად რო გვილაპარაკო ახლა და დილეტანტურად, მაშინ აი პირდაპირ ვიტყოდი ესე. მამაკაცი თქვენგან თავს შორს იჭერს. სხვადასხვა მიზეზი გონებს ამისთვის, ხარა მიზეზი აქვს, ხარა მიზეზი აქვს და ესეთი ერთ-ერთი დაკავებულია, რო სამსახურია, ბევრი საქმეები, რაღაცა მიმდინარე მოკლედ საქმეები და პრობლემები, მაგრამ რეალურად აქ ჩვენ ვიცით, რომ დგას ქალბატონი, რომელთანაც მას აქვს ძალიან სერიოზული და არაჯანსაღი მიჯაჭვულობა. აი, ამაზე იქნება ჩვენი გაშლა. შესაბამისად, ვისაც ეს ამბავი აინტერესებს, შეგიძლიათ უყუროთ ამ გაშლას. ვისთვისაც ეს ამბავი არ არის საინტერესო, შეგიძლიათ ასკროლოთ და სხვა რამით შეიქციოთ თავი. გავაგრძელოთ, რადგან ამაზე კი ბატონო. სასიყვარულო სამკუთხედი არის აქ, მესამე პირი არის აქ ურთიერთობაში. მამაკაცი ძალიან ესე იმართლებს თავს, ცდილობს, თუმცა პრობლემებიც არანაკლები არის მასთან, ხო? რატო არის პრობლემები და რატო აქ ეს აემხელა, როგორ თქვა, ესეთი სიმძიმე მას, იმიტომ რომ მასში ორი ადამიანი იბრძვის, ხო? ებრძვის ერთმანეთს, ერთ მხრივ ანგელოზი, მეორე მხრივ მეშმაკი, თუ გინდათ ესე დავარქვათ და თეთრი და შავი, ხო? მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ, ნახეთ სანთელიც როგორ აცეკუდა და საკუთარ თავთანაც დაპირისპირება აქვს. ორი სხვადასხვა პიროვნება თითქოს არის მის სხეულში და არის დაპირისპირებული საკუთარ თავთან. მოდით ცოტა რამ აი ამ ვაჟბატონის შესახებ. ხო, ეხლა მაქსიმალურად თავს გარიდებთ ეს ადამიანი და თქვენც რაღაცნაირად ძალიან დამძიმებულად და დამცირებულად გრძნობთ თავს, იმიტომ რომ ამ ადამიანისგან არც იმსახურებთ თქვენ, არც ვერც ხვდებით რატო არის ესე, ხო? რა მიზეზია, რატო იკარგება ეს ადამიანი თქვენგან, ესე რატო მიდის თქვენგან ესე შორს მისი საქციელის ახსნა, ხო? ძალიან რთულია თქვენთვის, ამოუხსნელია ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ არ ჩვევია ამ ადამიანს ესეთი რამ, მაგრამ ადამიანი რაღაცნაირად განდეგილია, მაგრამ განდეგილი არის და განმარტოვებული არის. არა მხოლოდ თქვენგან, არამედ სხვებისგანაც. თითქოს სხვებთანაც ცდილობს, რომ აი მინიმალური კონტაქტი კონდეს. ხო, რომ არის მოუწიოს მას ღია საუბარი, არ დაჭირდეს, კითხვები არ დაუსვან მას, ხო? არის თუ არა გულგატეხილი? გულგატეხილია, მაგრამ აქ კიდევ, როდესაც ესეთი არკანი ამოგვდის, ეს არის ინფორმაცია, რომელსაც არ გვაძლევს ტარო, რომელიც არის დაფარული და მით უმეტეს საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, ხო? ამოდის ესეთი რაღაც გულგატეხილი არის
გაურებული არის ეს ადამიანი, საკმაოდ ისეთი არაჯანსაღი და ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს აბსოლუტურად სხვა პიროვნებაზე, თქვენ აქ ესე რაღაცნაირად გაოგნებული და დამცირებულიც ხართ და თან ვერ ხსნით ამ ყველაფერს, რატო იქცევა ეს ადამიანი ესე და იცით, აქ არ უნდა იყოთ ილუზიებში, არავითარ შემთხვევაში თავი არ გადაიგდოთ ილუზიებში, არავითარ შემთხვევაში, იცით, როგორი ამბავი არის, აქ ეხლა თქვენ აქ ორივე ფაქტიურად ხართ ენერგეტიკულ ძილბურანში. აი როგორ გითხართ, აქ გუჩვენებს, რომ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი პარტნიორიც, ხო, ორივე ერთად ხართ თითქოს რეალობას მოწყვეტილი. აი დააკვირდით, ვინც ახლა აი აქამდე უსმენთ უკვე ჩემს გაშლას, ხო? დააკვირდით ახლა თქვენ თავს და შეადარეთ. არის თუ არა ეს, აი ხანდახან თითქოს აი წაგიღოთ და მე როცა მოფხილდებით და მიხვდებით, რომ აი უიმე სადღაც სხვაგან ვარ, ხო? არ ვარ რეალობაში, სხვა განზომილებაში ვარ, სხვა რეალობაში ვარ, მოწყვეტილი ხართ თითქოს, აი ძილბურანში ხართ. აი წარმოიდგინეთ, რომ ძალიან რეალისტურ სიზმარში აბშება ხშირად ამბობთ კიდევაც, რომ აი მგონია, რომ სიზმარში ვცხოვრობ, ხო? აი თითქოს ძალიან რეალისტურ სიზმარში ცხოვრობთ. აი ესე არის აქ. ეს მე მგონი, არ ვიცი, ალბათ ოჯახია თქვენი, ну, შეიძლება. ან ოჯახის წევრია, ну, მეუღლეზე არის საუბარი, ან მაშინ აქ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობაზე, სტაბილურ დიდი ხნის ისეთ მყარ ურთიერთობაზე არის საუბარი და შეიძლება ამიტომაც, იმიტომ რომ ურთიერთობა მშვენიერი იყო აქ. მშვენიერი იყო ურთიერთობა, ერთმანეთს ავსებდით ემოციურადაც, შეეფერებოდით ერთმანეთს, როგორც წყვილი, ხო, რაღაცნაირად, მართლა ერთმანეთს ავსებდით, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად ისე, ну, აი, შორს დგახართ ერთმანეთისგან. მოდით ეხლა ჩვენ აქ შევხედოთ, აი აქ მოუფრთხილდით, ხო, ამაზე ვამბობდი, რომ აქ მოუფრთხილდით, რადგან აგიჩვენებთ, რომ ორივე ხართ რაღაც ილუზიაში, რეალობას მოწყვეტილი. აი ნასვამი არაფხიზელი უყურებთ ორივე ამ სიტუაციას, რაც თქვენთან არის. არადა დედა რა კაი ურთიერთობა იყო აქ ხალხო. როგორი კარგი ჯანსაღი ურთიერთობა, ურთიერთმატივიცება, გრძნობები, მე მგონი ეხლაც არის ვნახოთ. ой, თქვენს გრძნობებზე ვიღაცამ ძალიან ცუდად ითამაშა, ჩემო ძვირფასებო. თქვენს გრძნობებზე ვიღაცამ ძალიან ცუდად ითამაშა აქ. აი ხა რასაც ვამბობდი, რომ ვინც აქამდე მოხვედით, თქო ხო უსმენთ ამ ჩემს გაშლას და რეზონირდება, ეს ძალიან საყურადღებო საგანგაშო ვიღაცა გათხრობთ სპეციალურად, ტყუილში გაცხოვრებთ, მოდი ესე ვთქვათ. და ამას სპეციალურად გიკეთებთ. ძალიან იცით რა არის, მე თავშიც თქვი, ძალიან შეეფერებით თქვენ ერთმანეთს, ხო? ოჯახი ალბათ უფრო მეტად დიდწილად აქ მეუღლებზე არის საუბარი, ძალიან შეეფერებით და თითქოს იცით როგორ არის, რომ თქვენი წინაპრების, ხო, თქვენი გვარის რჩეულები ხართ, ესე ვთქვათ, ხო, თითქოს ცდილობენ თქვენს დაცვას, თითქოს ცდილობენ თქვენს გაფრთხილებას, რომ აგარიდონ, აი ეს იყო აქ ბევრი ნიშანი იყო თქვენთან, ძალიან ბევრი ნიშანი იყო, მაგრამ თქვენ ამ ნიშნებს რატომღაც ძალიან ჯიუტად უგულვებელყოფთ, თვალებს ხუჭავთ აი ამ ნიშნებზე, ხო? თითქოს აი სამყარო გაფრთხილებდათ, ხო, გაძლევდათ ნიშნებს, დაეცავით აი ამ ნეგატივისგან, აი ამ რაღაცა უცხო პირებისგან, უცხო ენერგიებისგან, მაგრამ აქ ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც არის ერთგვარი უგულვებელყოფა აი ამ ნიშნების. იმიტომ რომ თქვენ უკვე ორივე ხართ აი ამ ძალიან გაცვეთილი ადამიანის, ძალიან ეშმაკუნა ადამიანის ვთქვათ, გავლენის ქვეშ, მისი მარიონეტები გახდით თქვენ აქ ორივე. რა ავადმყოფობებზე გველაპარაკება აქ, ვის აქ ავადმყოფობა?
აქ კიდე ოჯახში გუჩვენებს ძალიან ახლო ადამიანის, ძალიან შინაური ადამიანის, არ ვიცი ეს თქვენ ხართ თუ ოჯახის წევრი არის, რაღაცა ისეთი მძიმე ავადმყოფობაც შემოვიდა აქ, ხო? მძიმე ავადმყოფობაც შემოვიდა. სხვათა შორის კიდევ აქ შეიძლება იყოს რა, რომ აქ როდესაც ოჯახზე აქ შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა, რომ არა თქვათ კონკრეტულად პიროვნებაზე, მაგალითად თქვენს პარტნიორზე, არამედ ოჯახზე, თქვენს სახლზე იყოს რაღაცა გაკეთებული ნეგატივი და ხომ არ ყოფილა აი ამ ყველაფერთან ერთად რო რეზონირებს შინაური ცხოველის ავადმყოფობა ან სიკვდილი. აი, ყველაფერი ერთმანეთს რო ემთხვევა პარტნიორთან ურთიერთობა აირია, აქ მესამე პირი გამოჩნდა, შინაური ცხოველი, რომელიც გყავთ იმისი ავადმყოფობა ან გარდაცვალება, ხო? აი, ეს უკვე გუჩვენებს იმაზე, რომ შესაძლოა სახლზეც არის, ხო, არა კონკრეტულად ერთ პიროვნებაზე, კონკრეტულად რაღაც გაკეთებული არამედ სახლზეც. არა და რა, ძალიან ძლიერი წყვილი იყავით, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ძლიერი, დიდი ენერგეტიკის წყვილი იყავით. და აი ესეთი რაღაცა ხდება აქ, რა უნდა აი ამ მესამე პირს. ну რა უნდა, ამ მესამე პირს უნდა ესე იგი გართობა, უნდა მატერიალური სიკეთეები, თავის ჭიას ახარებს. ეს მესამე პირი უბრალოდ ახარებს თავის ჭიას და ვაი და პლუს ამას უნდა რომ უმოქმედო იყო და გაგხადოთ უნარო, უმოქმედო. რაღაცაზე გსჯით. სასჯელივით არის, რატო ამოდის ეს სასჯელივით, რა ხდება აქ? რაღაცა სასჯელივით ამოდის აქ, თითქოს გსჯით, თვითონ გაბოროტებულია და ეხა ყველას ანუ არ ინდობს არავის. არავის დანდობას ეს პირი არ აპირებს. თქო სამაგეროს უხდის, რა ტკინეს ესეთი. თქვენმა პარტნიორმა აწყენინა მას. ხო, თქვენი პარტნიორისგან მან უარი მიიღო. მან უარი მიიღო შეთავაზებაზე, ურთიერთობაზე შეთავაზებაზე უარი მიიღო თქვენი პარტნიორისგან. და ეხა უკვე იმისთვის რომ უარყოფილია. ეს პარტნიორი, აი ეს ქალი, მესამე, ну, მამაკაცები თუ მისმენენ, ხო, მაშინ მამაკაცი, აი ეს მესამე პირი თქვენთვის არის, უბრალოდ თქვენი პარტნიორისთვის არის ყოფილი, თქვენმა პარტნიორმა ის უარყო. მოიშორა. ხელი კრა. არ მინდა შენთან ურთიერთობა, არ მინდა არაფერი შენგან, ხო? მან გააგდო. და თითქოს სამაგეროს უხდის. ხო, ну, აქ მატერიალური საკითხებიც არის ჩართული, მატერიალური დაინტერესებაც აქვს. პლუს ესეთი ვნება, ხო, სექსი რაც უნდა მას, ხო. უფრო ზედაპირულია ეს ქალი აქ. უარყვეს მას, უარი უთხრეს, უარი თქვა თქვენმა პარტნიორმა და გაბოროტდა, ასე ვთქვათ. აი ამ უარყოფის გამო გაბოროტდა. სად არის გამოსავალი? ცოდნა, ხარჯები, ბრძოლა, წონასწორობა. აქ ხო, ნახეთ, ეხა ეს საჯარო გაშლა, მაგრამ თქვენ აქ რაღაცა ინფორმაცია გჭირდებათ. ну, ხა იგივე საჯარო გაშლა, როდესაც არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ვინც ჩემი ხშირი მსმენელია, ყოველთვის ვამბობ. ჩემო ძვირფასებო, ეს არის საჯარო გაშლა, მრავალათასიან აუდიტორიაზე არის გათვლილი და არ მიიღოთ გადაწყვეტილებები და არ გამოიტანოთ დასკვნები საჯარო გაშლით. როდესაც გაშლა ძალიან რეზონირებს, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაკეთდეს პირადი კონსულტაცია და მხოლოდ აი აქედან თქვენზე უშუალოდ თქვენ სიტუაციაზე მორგებული რჩევებით უნდა იმოქმედოთ. ну, აქ რო უნდა იმოქმედოთ, ამაზე ორი აზრი არ არის. აქ თითქოს მართვის სათავეებიც კი თქვენ უნდა აიღოთ ხელში და ტაროთ ან იმასაც გვეუბნება ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ აქ დრო არ გაქვთო. აი ამას გვეუბნება, იმიტომ რომ ყველაფერი მერე საბოლოოდ გაიყინება. ხო? მოგვტება და წერტილი დაესმება, ხო? ამიტომ
აი გამოსავალი სად არის? ისევ და ისევ თქვენს მოქმედებაში, ისევ და ისევ თქვენს გახსნაში დრო თქვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. არა და თქვენთან იყო ნიშნები. იყო მინიშნებები, ხვდებოდით, გაიგეთ, არ ვიცი როგორ, ვიღაცამ გითხრათ, დაინახეთ, დაგირეკეს, იპოვეთ, არ ვიცი ესე საჯარო გაშლით მიხვდით, ხო? შეიძლება ვიღაცას კონსულტაცია ქონდა, ხო? არ ვიცი, საიდანაც გაიგეთ, თქვენ ეს გაიგეთ, ნიშნები იყო. სამყარო ცდილობდა, თქვენ წინაპრები ცდილობდნენ თქვენი ურთიერთობის დაცვას, მაგრამ თქვენ ეს ყველაფერი უბრალოდ თქვენ გაქვთ ინფორმაცია. აი თქვენ გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ თქვენ ამ ინფორმაციას არაფერში არ იყენებთ. არ მოქმედებთ ამ ინფორმაციის შესაბამისად. ისე ნუიზავთ ჩემო ძვირფასებო, რომ ყველაფერი მერე გვიანი იყოს. აი ესეთი გაშლა გამოვიდა, ცოტა პესიმისტურ ნოტაზე სრულდება, მაგრამ რაც გამოვიდა, ეს გამოვიდა. აი ეს. იმედია მოგეწონათ გაშლა, ველოდებით თქვენს შეხმიანებას, როგორ რეზონირდა თქვენთან, ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, მწერთ პირადში. და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ყველას ძალიან დიდი მადლობა შეხმიანებისთვის, კომენტარებისთვის, ჩემს გამომწერებს, ერთგულ მაყურებლებს, მსმენელებს, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მათაც, ვინც შემოისეირნებს ხოლმე ჩემს გვერდზე. მეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.